დღეს არის შაბათი 13 ივნისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 31 მაისი. დღევანდელი შაბათის შესახებ ჩვენ გვისაუბრია, ეს არის 79 საუბარი, ეს არის წმინდა პეტრონილა, ანუ პეტრეს ქალიშვილი, პეტრე მოციქულის ქალიშვილი, აურეა პეტრონილა, რომაელი და ეს არის წმინდა კანციან და კანციანილა აკვილეელების 79 საუბარია და დღეს არის მოციქული ჰერმესის ხსენება, რომ ეს არის საუბარი 57, ამიტომ მე ამ წმინდანებზე აღარ შევჩერდები, უпроსტოდ მაინც შევჩერდები წმინდა პეტრონილაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ახალი გარემოება, ეს არის ბატონი კოტე ყუბანეიშვილის მიერ დაწერილი ლექსი, ტროპარი წმინდა პეტრონილას შესახებ და ეს მინდა რომ წაგიკითხოთ და კიდევ დღეს არის ხსენება წმინდა ფილიპე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის რაღაცა გასაოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ, აი რაღაცნაირი, როგორ გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან. ხო და ეს არ ქონდა წმინდა ნაწილი და ახალი წმინდა ნაწილი გვაქვს, ეს არის შაბათს და კვირის წმინდანებს და ემატა კიდევ ერთი წმინდა ნაწილი ჩვენ გვაქვს წმინდა მოწამე პროკულუსი. თუ მოწამე პროკულუსი ორი არის და ორივეს ხსენება დღეს არის, მოკლედ ამის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ახლა კი გადავდივარ წმინდა პეტრონილაზე, რადგან გვისაუბრია, ამიტომ მხოლოდ ამ ლექსს წაგიკითხავთ, რაც ახალია ფაქტიურად. ეს არის კოტე ყუბანეიშვილი, აურეა პეტრონილა. აურეა ქალიშვილი ოქროს თმიანი, რომ ანათებდა არემარეს ციდან ვითამზე. იყო ყველაზე უტკბილესი ადამიანი პეტრეს ასულად მოვლენილი დედამიწაზე. თუმცა ამისი დაჯერება ახლა ძნელია. გამორჩეული პირისახის მშვენიერებით სხეულის გარდა სულის ჰქონდა მას ძლიერება, ქებული გახდათ პეტრონილა სულიერებით. იმ დროში რომ განაგებდა ვინმე ფლაკუსი, ვინც ამ ღვთაებრივ ისტორიის ანტიგმირია, რადგან პრეფექტის მას ქალაქის ჰქონდა სტატუსი და აურეას დანახვაზე გადაირია. გადაწყვიტა რა ქალი ცოლად რომ მოეყვანა, ვნებამ, რადგანაც ამ საცოდავს ჭკუა წაართვა, ბრძანა ქალწული სასახლის წინ ჯარის შეყვანა და მის წინაშე მან აღლუმი დიდი გამართა. აურეამ კი უპასუხა, ღირდა ეს განა და თუ დაფიქრდა ამ საქციელს რა მოყვებოდა, რომ ამას ჯობდა მატრონები გამოეგზავნა. ამგვარ ტყუილით ის წვენისგან არ დაიცალა. არა. და თუ დაფიქრდა ამ საქციელს რა მოყვებოდა, რომ ამას ჯობდა მატრონები გამოეგზავნა და მაშინ ცოლად თავისნებით გამოყვებოდა. ამგვარ ტყუილით ის წვენისგან არ დაიცალა, თუმცა არ იყო ეს იმ დროში საქმე ადვილი, ბოლო 3 დღე იმარხულა, გარდაიცვალა და დაიმკვიდრა პეტრეს გვერდით საშე ადგილი. ფლაკუსი გაწყრა, შეურაცხყვეს მისი კაცობა. თუმცა აურეას ვერ გატეხვა, გული დასწყვიტა. შეურაცხყოფამ გაამხეცა და გააცოფა, შურისძიებო პეტრეს რჯულზე მან გადაწყვიტა. თავიც ვერ მიხვდა სულთად როგორ გამოეყვანა და თანაც ყურში ბოროტიხვა როცა ჩაესმა, პეტრეს ნათლულის გადაწყვიტა ცოლად მოყვანა. ფელიკულა რომ ხელად თავის სახში დაესვა. მაგრამ ვერაფრით დაიოკა წყეული ვნება. ეს ბოროტება არ დაუშვა, რადგანაც ღმერთმა ვერ აღასრულა ფლაკუსმა ხომ ბოროტი ნება ორი ქალისგან ცოლობაზე უარი ეთქვა. ამან კი სულით იმ ხელაზე ის გაამწარა. მოკლა ქალწული და მოკლისი კიდეც აწამა. პეტრეც უცქერდა და ხედავდა, რადგან ციდან მათ ორი ქალწული შეირაცხა იმ დღეს წმინდანად. გადავდივარ შემდეგ წმინდანზე და მინდა გითხრათ, რომ რაღაცა ძალიან როგორ გითხრათ, რა ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ფუნდამენტური ისტორია, საერთოდ ახლა მოგიყვებით, ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ეს არის, არ ვიცი, ალბათ ყველაზე რაც მე შემხედრია, ყველაზე უფრო მძაფრი და ყველაზე უფრო ნეგატიური ფორმით გამოვლენილი
ეგრეთ წოდებული ცეზარო-პაპიზმი. ცეზარო-პაპიზმი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ეკლესიის თავისი მიზნებისთვის გამოყენებას. ეხლა ეს ზოგადი შესავალი აღოთ მე გადავალ ამ თემაზე და დავიწყო თავიდან. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანი რუსეთის ეკლესიის ისტორიაში. ახლა მოგიყვებით რა არის მის სახელთან დაკავშირებული, ეს არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი ფილიპე მეორე. კოლიჩევი არის გვარად. 1569 წელს გარდაიცვალა კი არა მოკლეს, ხეცურად მოკლეს, აღესრულა, მღვდელმოწამე ფილიპე მეორე. დღეს არის მისი ნაწილთა აღმოყვანების დღე. და თავიდან აი ხა ჩვეულებრივი როგორ არის გამორჩეული წმინდანია ძალიან. მაგრამ აი რაღაცნაირად თავიდან აი როგორ იწყება ეს ისტორია 1507 წელს დაიბადა 1507 წელი რა და თეოდორე ერქვა ერთ კაცობაში და ბოიარები ანუ თავადები კოლიჩოვების გვარის ესე იგი წარმოადგენელი იყო და ეს ოჯახი ძალიან დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის მართვაში მეფეთა ცხოვრებაში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული თავადი იყო ესე იგი მეფის კარზე მამა ერქვა სტეფანე სახელმწიფოებრივი სულისკვეთების ადამიანი იყო და შვილსაც ასეთნაირად ამზადებდა სახელმწიფო მსახურებისათვის. და დედას ერქვა ბარბარე, წმინდანად არის ისიც შერაცხილი, მართალი ბარბარე, აღიკვეცა ბოლოს და ესე გარდაიცვალა, როგორც მონაზონი ბარსანუფია ერქვა ამ მონაზვნებაში. ბავშვობიდან ძალიან იზიდავდა მას, მიუხედავად იმისა, რომ მამა სახელმწიფო სამსახურისთვის დიდა, მქონდა რაღაც არასაოცარი მიდრეკილება საღვთო წერილისაკენ, სწავლობდა ბიბლიას, კითხულობდა წმინდა მამათა თხზულებებს და მეფემ ეს იყო ვასილი მესამე, ეს იყო იონე მრისხანე, ეს გაგიგიათ ალბათ, იონე მრისხანე, რუსეთის მეფე, იმისი მამა, ვასილი ძალიან დაიახლოვა თავისთან და მოკლედ აი სწორედ ეს ხდებოდა, ესე იგი რომ ამზადებდნენ, მაგრამ ძალიან აღმოჩნდა რომ მას აქვს მიდრეკილება მონაზვნობისაკენ და ერთხელაც ესე იგი 30 წლის ასაკში იყო, ეს არის 1537 წელი, ტაძარში აი ეს ხდება ხოლმე, ესე გვაქვს ესეთი შემთხვევები წმინდათა ისტორიაში, მოისმინა და რაღაცა ჩაებეჭდა ტვინში, სახარებისეული ფრაზა, ვერავი, ხელაწიფების ორთა უფალთა მონებად. ხო და ეს არის მათეს სახარებიდან 6 თავის 24 მუხლი და ხო და ეს სიტყვები გაიგონა და კი რა თქმა უნდა ბევრჯერ ქონდა გაგონილი წაკითხვა, მაგრამ იმ დღეს რაღაცნაირად იმოქმედა და თუმად გაიპარა სახლიდან, უბრალო ადამიანს რასაც მაგ ჩაიცვა, გაიპარა სახლიდან და ონეგის ტბაზე წავიდა, სადღაც განმარტოვდა იქა, დაიწყო ცხოვრება და ამის შემდეგ ესე იგი საერთოდ წავიდა რაღაც ესეთ აბსოლუტურად როგორ გითხრათ, მოწყვეტილ და მყუდრო ადგილას, ეს არის რაღაც ჩვენ აი სულ ფიქრობდი, როდის მივადგებით მეთქი ამას, იმიტომ რომ მე რუსეთის ბევრ მონასტერზე მისაუბრია თქვენთვის, ეს არის სოლოვეცის მონასტერი, სოლოვეცკი მონასტერი
ესე არის რუსულად და ნუ ძალიან ცნობილი ადგილია რატო იცით ეს 100 წლით ადრე მანამდე იყო დაარსებული სანამ ის მივიდოდა მაგრამ ნუ ესეთი მიყრუებული მონასტერი იყო და ეგ წავიდა სამოღვაწეოდ ეს სოლოვეცკის არის ცნობილი სოლოვეცკის ბანაკი ლაგერი ესე იგი ეს იყო პირველი საგანგებო დანიშნულების ესე იგი ეს საბჭოთა კავშირი როდესაც დაარსდა მათ იქ შექმნეს აი ამ პატიმრებისთვის და განსაკუთრებით ნუ მათთვის საშიში პატიმრებს აგზავნიდნენ და ლევან გუთუა იყო იქ 16 წლის იყო როდესაც იქ გადაასახლეს კი დააპატიმრეს და გაუშვეს ამ სოლოვეცკის ნუ ყოფილ მონასტერში იქ იყო აი ეს ბანაკი საკონცენტრაციო თუ რა ვიცი რა ქვია მას ლაგერი რა მოკლედ საბჭოთა ხოდა აი წავიდა აი ამ სოლოვეცკში წავიდა და ეს სოლოვეცკი არის თეთრი ზღვა ესე ქვია თეთრი ზღვა და გაჩვენებთ ესე იგი ხა თვითონ მონასტერს გაჩვენებთ ეს არის არხანგელსკის რაიონია დღევანდელი არხანგელსკის მხარე და ესე იგი სალოსუარეიკო ეს არის სალოსუარეიკო არის ნიშნავს უსიერთყეს ეს არის კარელიურ ენაზე კარელია არის ეს მხარე და მოკლედ ესე ქვია და ეს მონასტერი დიდი ეს არის კუნძული სოლოვეცის კუნძულები არსებობს და იქ ესე იგი იქ წავიდა მონასტერში განმარტო და ეს უნდა გაჩვენოთ რაღაცა არაჩვეულებრივი ფოტო ეს თანამედროვე გადაღებულია დრონით აი ესეთი კუნძულები არის იქ აი თეთრ ზღვაში და აი წავიდა და ეგ დასახლდა. ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი რომ თვითონ მერე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ეს რასაც ეხლა გაჩვენეთ ეს გვინ შენობები სულ ამის აშენებულია. ნუ ჯერ თეოდორე როგორც მოგახსენეთ, მერე კი ესე იგი რომ ჩავიდა თავიდან ნუ ყველაზე მძიმე მორჩილებები მიცეს, ნუ შეშას ჩეხავდა, მიწას ათხეინებდნენ წისქვილზე მუშაობდა, მოკლედ აი მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა და წელიწად ნახევარი იცხოვრა ესე და წელიწად ნახევარი იცხოვრა და ნუ ამის შემდეგ აღიკვეცა ბერად. დაარქვეს სახელი ფილიპე და დაუნიშნეს ძალიან სულიერი, ესე ვთქვათ, მოძღვარი, ეს იყო მოძღვარი იონა ერქვა სახელად, რომელიც მეგობრობდა ჩვენ გვისაუბრია, ეს არის ალექსანდრე სვირელი. ალექსანდრე სვირელის ნუ თანამოსაგრე თუ ის იყო ეს იონა და აი ამ სულიერი მოძღვრების მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა და შემდეგ ძალიან საინტერესო რაღაც არის აღწერილი სამჭედლოში ჰქონდა მორჩილება და ძალიან მძიმე უროთი ჭედავდა და ესე ისწავლა იესოს ლოცვა. აი ამ ორი ხელით ამ მძიმე უროს ურტყამდა და თან ესე იგი ყოველ დარტყმაზე ლოცვას ამბობდა და აი ამ რიტმა მასში გააღვიძა ესე იგი ეს უნარი უწყვეტი ლოცვის მოკლედ. ნუ ტაძარში ყოველთვის პირველი მიდიოდა მსახურებაზე, ყოველთვის ბოლო გამოდიოდა იქიდან. ნუ მისი ცხოვრება იყო ისა და ბოლოს მორჩილება, შემდეგი მორჩილება მას ჰქონდა საცხობში, ესეც საკმაოდ ძიმე მორჩილება იყო და აი ესეთი თავდაბლობისთვის, აი ესეთი შრომისთვის, ნუ ეს ფაქტობრივად მეფის კარიდან არის რა, წარმოიდგინეთ, მეფის კარზე იზრდება და აი ესეთი ადამიანი ღმერთმა რაღაც გამოცხადება ჰქონდა ამ საცხობში, პირდაპირ ღვთისმშობელი გამოეცხადა და აჩვენა, რომ აი ღუმლის უკან სადღაც ჩემი ხატია და ეს ხატი იპოვა, უნდა გაჩვენოთ ეს ხატი. ეს არის პურის ღობელი თუ რაღაც ესე ქვია. ხლebne რუსულად ესეა, აი ესეთი ღვთისმშობლის ხატი აღმოაჩინა და ამის შემდეგ დააბრძანა საცხობში ეს ხატი. და ბოლოს
ნუ ესეთი განსაკუთრებული გამოიჩინა ესე იგი ესეთი უნარები დაიბარა დიდი ნოვგოროდი ესე ქვია დიდი ნოვგოროდში დაიბარა მიტროპოლიტმა ნოვგოროდის დიდმა ესე იგი ნოვგოროდის მიტროპოლიტმა მთავარ ეპისკოპოსმა თეოდოსიმ და დაასხა ხელი ნუ აკურთხა იღუმენად და დანიშნა მონასტრის იღუმენად მოკლედ და აი ფაქტიურად აქედან დაიწყო აი სოლოვეცის მონასტრის განახლება. ნუ პირველი რაც გააკეთა, ესე იგი გადმოცემით იცოდნენ, ეს არის სავატი, ღირსი და ასევე ესე იგი ზოსიმა, ღირსი ზოსიმა, რომელთაც ეს დაახლოებით 100 წლის წინ დაარსეს ეს მონასტერი და ამათთან დაკავშირებული სიწმინდანებად არიან ცხადია ესენი შერაცხილი და ამათთან დაკავშირებული სიწმინდეები მონახა, მაგალითად ჯვარი ქვის ჯვარი, რომელიც ავატის კელიაში ედგა, ღვთისმშობლის ხატი, ოდიგიტრია, ასევე ფსალმუნები, აი ამ ზოსიმას კუთვნილი ფსალმუნები, ნუ მიკარგული იყო და მისი შესამოსელი ამ ზოსიმასი და აი ამ ზოსიმას და ამ სავატის ხსენების დღეს აი ამ შესამოსლით წირავდა საძმო, მოკლედ რაღაც ესე იგი გააყვავა იქაურობა და ამის შემდეგ ნუ ცხადია კიდევ ერთხელ გაუსვა მხარს რომ სამეფო ოჯახიდან იყო დიდი ესე იგი რაღაც დიდი თავადის ოჯახიდან და შესაბამისად მას ჰქონდა საშუალება მოეზიდა თანხები და ფაქტობრივად ეს სტრატეგიული დანიშნულების იყო ეს მონასტერი ესე იგი უკიდურესი საზღვარი არის რუსეთის და გაამაგრა გალავანი შემოავლო და შემდეგ ორი დიდი ტაძარი ააშენა რაც ახლაც არის იქა ეს არის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და ეს არის ფერისცვალების ტაძარი 1557 წელს ესე იგი ეს ტაძარები ეკურთხა და თვითონ როგორც უბრალო მუშა ისე აი ამ მშენებლობაში იღუმენი ღებულობდა მონაწილეობას და კიდევ ხა მე ჯერჯერობით მის მონასტრულ ცხოვრებაზე გიყვებით და დრო და დრო იგი განმარტოვდებოდა ხოლმე სადღაც მოძებნა ადგილი მონასტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით და იქ მიდიოდა და არავინ არ იცის იქ როგორ ლოცულობდა რაღაცა ლოცვისათვის მიდიოდა და ესე ღვაწლი ჰქონდა და დღეს კი ამ ადგილს ფილიპეს უდაბნო ესე ეწოდება ფილიპეს დაყუდების ადგილი ანუ ფილიპეს უდაბნო და აი იქიდან იწყება შემდეგ უკვე ძალიან ძიმე ამბავი რა მოგიყვეთ რა აი ძალიან ძიმე ამბავი რა მოკლედ ეს ფილიპე გაახსენდა ივანე მრისხანეს როდესაც თავისი მამის შემდეგ გახდა ივანე მრისხანე რუსეთის მეფე ხო და ახსენდა, იმიტომ რომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთად იზრდებოდნენ, ერთი ასაკის იყვნენ, ერთად იზრდებოდნენ და ესეთი რაღაცა იფიქრა ამან ივანე მრისხანემ რომ მას ესე იგი მეფობაში დაჭირდებოდა გვერდით ნუ ერთგული მეგობარი ესე რომ ვთქვა. თქო, როგორი მეგობარი იცით, რომელიც მის წინასწარ ესე იგი რა ქონდა ჩაფიქრებული არავინ არ იცოდა ამ ივანე მრისხანეს. და რომელიც მას დაუჭერდა მხარს ყველანაირად, ყველაფერში გაამართლება მის ქცევას და იქნებოდა ბოლომდე მისი ერთგული, იმიტომ რომ მას რაღაც ავადმყოფობის ჰქონდა ამ ივანე მრისხანეზე აღარ მოყვები, მაგრამ მომიწევს რაღაცების მოყოლა მაინც. ხო და რაღაც ავადმყოფური ეჭვები ჰქონდა, რომ სულ ვიღაცა უწყობდა ამბოხებას, რომ ვიღაცას მისი ჩამოგდება უნდოდა და მოკლედ ჭირდებოდა გვერდით ერთგული ადამიანი და მოკლედ ეს გამოიძახა ამ სოლოვეციდან გამოიძახა და ესე იგი შესთავაზა მას რომ გამოგთარიყო სრული მაშინ პატრიარქი არ იყო როგორც ასეთი პატრიარქი აყავდა სულცენ და მეთაური ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის აი ეს შესთავაზა ეს პოზიცია ესე რომ ნუ ეპისკოპოსად უნდა კურთხეულიყო და გახდალიყო მოსკოვის მიტროპოლიტი და რა თქმა უნდა ამ ფილიპე მოარე უთხრა თავიდანვე მაშინვე უარი უთხრა იმიტომ რომ ნუ
პირველ რიგში იმიტომ უთხრა უარი, რომ მოწოდებული იყო აი ბერული ცხოვრება და ძალიან კარგად გრძნობდა თავს აი ამ შორეულ ყველაზე განშორებული მონასტერი არის ეს სოლოვიცის მონასტერი, რომელიც 90-იან წლებში აღდგა და დაიწყეს ეხლაც მონასტერია, მოკლედ იქ ეს ლაგერი გაუქმდა და ეს ხო და მოკლედ უარი უთხრა, მაგრამ ამან დაუწყო მოლაპარაკება, დაუწყო აუცი ვაჭრობა თუ რაღაცა და ბოლოს ნუ როგორც იქნება, რომ არაფრით არ მოეშვა, მოკლედ ეს არაფრით არ მოეშვა, იმიტომ რომ უგემ რაღაც ჩანაფიქრი ქონდა ძალიან სერიოზული ამ ივანე ბრისხანეს და ბოლოს ესე იგი შეთანხმდნენ და ხელშეკრულება ნუ მოილაპარაკეს რა, მოკლედ ესე რომ ესე იგი ამან მოთხოვა ესეთი შეთანხმება, ესე რომ ვთქვათ, შეთანხმება და ესე იგი ეს იყო რომ ნუ ფილიპე არ უნდა ჩარეული იყო სახელმწიფო მმართველობაში, არავითარ შემთხვევაში არა და ნუ სრულად რუსეთის მიტროპოლიტი ხდებოდა რა. მართვა გამგეობაში არ უნდა ჩარეული იყო. თუ ივანე მეფე ვერ შეძლებდა მისი სურვილი შესრულებას, ნუ თხოვნის თუ რაღაცის, ამის გამო პირობა იყო ესეთი, რომ მიტროპოლია, ანუ უარი არ უნდა ეთქვა მიტროპოლიტობაზე, არ უნდა დაეტოვებინა ეს მიტროპოლია და უნდა ყოფილიყო მისი სულიერი მოძღვარი და საყრდენი და მისი მრჩეველი და როგორც ადრე იყო მოსკოვის მიტროპოლიტები, მეფეების მრჩევლები, მოკლედ იყვნენ. აი ეს რაღაცა კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის იყო და ესე იგი ამან ეს აი კატეგორიულად მოთხოვა და ნუ აი ასეთ პირობებზე შეთანხმდნენ, მოკლედ ბოლოს შეთანხმდნენ და დათანხმდა, ბოლოს დათანხმდა, თუმცა იცოდა რაც ელოდებოდა. და აი ამის შემდეგ ეს არის 1566 წელი, როდესაც იგი გახდა მოსკოვის მიტროპოლიტი და აი ხა რა ხდება ნახე. მოკლედ ამას აქვს რაღაცა ძალიან იმიტომ ქვია ივანე ბრისხანე, რომ რაღაც სასტიკი ადამიანია, ძალიან. ხო და ნუ სასტიკად უსწორდება თავის მტრებს და 1567-68 წლებში ნუ საშინლად მოკლედ ესე იგი ნუ აი სასტიკია რა. ამბოხებაც მოუწყვეს და მაგიტომაც მოუწყვეს ეს ამბოხება ამ ბოიარებმა 1567 წელს ამბოხება მოუწყვეს და მოკლედ ეს რაღაც სასტიკად გაუსწორდა ამ ამბოხების მონაწილეებს. სასტიკად რაღაც აი არაადამიანური სისასტიკით და ფილიპე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამას არ დაეთანხმება, არ დაუჭერს ხარს და ამხილებდა რა მოკლედ. ამხილებდა და მოკლედ ვერც ამას უნდოდა რომ ეს თან გაემართლებინა ესეთი ადამიანი იყო, მოკლედ ესეთი ხელისუფალი იყო, რომ თან ის რაც მოეპრიანებოდა რა, რაც მოუნდებოდა ის უნდა ეკეთებინა და ეს თხოვდა თან მე რაღაც რომ ესე სასტიკად ნუ იქცეოდა რა ეს არ და ეს ნუ აი დახოცა ეს ხალხი და ნუ რა ვიცი მოკლედ რაღაც საშინელის იყო და ბოლოს ესეთი რაღაც მოხდა 1568 წლის დიდმარხვა დადგა და ჯვრის თაყვანისცემის დღე არის და ამ ივანე ბრისხანეს თან უნდა რომ თან ღვთისმოსავი იყოს რა და თან უნდა რომ ესე სასტიკ რა ვიცი მოკლედ რომ აი განუკითხაობა იყოს რა რასაც უნდა რომ იმას აკეთებდეს და მოდის ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულია კვირა და მიდის ლოცვა-კურთხევაზე ესე იგი როგორც წესია მეფემ უნდა მიტროპოლიტისგან აიღოს კურთხევა და არ აკურთხა არ მისცა ლოცვა-კურთხევა რა ნუ ეს ახლა ივანე ბრისხანესთვის ეს არის აი რა გითხრათ ესე იგი რაღაცა ნუ აი ამას როგორ აპატიებს ვინმეს და როგორ შეარჩენს და მოკლედ უთხრა რომ თან როგორ მივიდა იცით ესეთი წესი იყო რომ სამეფო ტანსაცმელი კი არა ბერის კაბით მივიდა რა თავმდაბლობის ნიშნად და უცებ აი მიტროპოლიტმა არ აკურთხა და ნუ ისე განრისხდა რომ აი პირდაპირ მსახურების დროს უთხრა რომ შენ
ჩვენ წინააღმდეგი ხარ? და აბა ვნახოთ ერთი ამ შენ სიმტკიცეს როგორ ბოლომდე როგორ გამოიჩენ. Როგორ ჩანს მე თქვენს მიმართ ძალიან შემწყნარებელი და რბილი ვიყავ. აი ესეთი რაღაც სიტყვები უთხრა და ეს ვინც იქესწრებოდა იმოდი გადმოცემით და ამის შემდეგ ესე იგი ეს კიდევ უფრო გასასტიკდა ეს იონე მრისხანე. და რა თქმა უნდა ნუ შური ნუ ეს სხვების მიერ თუ სასტიკი იყო ხა ეს ხო იყო და ეხა ამაზე უნდა რომ შური იწიოს. ეხა როგორ აპირებს შურის ძიებას, ნახეთ. ისე უნდა რომ ეს რაღაცა კანონის ფარგლებში იყოს ეს ყველაფერი რა. აი რაღაც საოცარ ამბავს გიყვებით ეხა რაღაც საოცარს. ესე იგი მან ბოიარების დუმა ესე ქვია, ესე იგი ანუ პარლამენტი ფაქტიურად რაც არის, ნუ ესე იგი ესენი აიძულა და ნუ ეს თავის ნებას ატარებდა განუხრელს რა და აიძულა რომ გადაწყვეტილება მიიღო დუმას რომ მიტროპოლიტი აქ ლაპარაკი არის ფაქტიურად ნუ პატრიარქზე რა პირველი პირია რა გადაყენებით ესე და ვერ მოკლავს პირდაპირ და ნუ ჯერ სასამართლოს წესით მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს უნდა გასამართლდეს დუმას არა აქვს ამის გასამართლების უფლება მიტროპოლიტის. ამიტომ დუმა იწვევს საეკლესიო კრებას და კიდევ ესეთ გადაწყვეტილებას იღებს რომ თვითონ დუმა უნდა დაესწროს ამ კრებას გასამართლებას რა. და მოკლედ ახლა იწყებენ ამის გასამართლებას და ნუ აი რაც ყველაზე როგორ გითხრათ მორალურადაც ზეწოლა რაღაცა ესეთი და აი ყველაზე უფრო გულის ეს არის აი რაღაცა ეს დუმა ხო ამის ჭკუაზე დადეს ამ მეფის ჭკუაზე და ესე იგი სასულიერო პირები გადაიბირეს და თან იცით ვინ ამისი მოწაფეები ამ სოლოვეცკის მონასტრიდან და ჩამოიყვანეს ბერები მისი აღკვეცილი და მისი ყველაზე ახლო მოწაფეები რომელიც აი რაღაცა დააშინეს თუ რაქნეს მოკლედ აი ცეზარო პაპიზმის ყველაზე უფრო ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი და ყველაზე უფრო აი აქედან ჩანს რატო არ შეიძლება ესეთი როგორ გითხრათ ესეთი კავშირი თანამშრომლობა ძალიან კარგია მაგრამ აი ესეთი რაღაცა ჩაკეტილი წრე რომ აი მთლიანად ეკლესია ექვემდებარება რა ვიცი ნუ ეს კონსტანტინე დიდმა გამოაცხადა პირველად სახელმწიფო რელიგიად და ნუ არსებობს დღესაც არსებობს რაღაც ქვეყნებში როდესაც ეკლესიას მთლიანად შეერთებულია სახელმწიფოსთან და სახელმწიფო განაგებს საკადრო პოლიტიკას ყველაფერს რა ვიცი და მოკლედ აი აქ არის თავარი ესე იგი ერთ-ერთი გამოვლენა რა მოკლედ გადაიბირეს აძალეს იმათ რაღაცნაირად ისინიც აი ნუ ვერ გამოიჩინეს და აი ამ ყველაზე დიდი დარტყმა ამან მიაყენა რომ თავისი მისი ეს ბერები ვინც გადაყოლილი იყო ხო მოკლედ ესენი ამათმა ეს მეფის ნება გაატარეს და რაღაცა ნუ აი არანორმალური რაღაცები მოიგონეს და დააბრალეს რომ ის მაგალითად ჯადოქარი იყო და მონასტერში აი რომ მიდიოდა სალოცავად რომ ჯადოქრობდა სინამდვილეში რა აი რაღაც ესეთი ნუ არანორმალური რაღაც ბრალდებები და ნუ ამ ბრალდებების საფუძველზე მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და ნახეთ ესე იგი ერთადერთი საფუძველი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების იყო აი ამ ბერების ჩვენება რა აი მისი უახლოესი ადამიანების და მათ მისცეს ეს ჩვენება და მოკლედ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ამან ესეთი რამე განაცხადა ესე იგი ამ კრებაზე განაცხადა ესეთი რაღაცა რომ თუ ესე იგი ეს დააწყნარებს ამ ვითარებას რომ გადავდგები აღარ ვიქნები თუ ამაშია საქმე რომ ესე იგი სხვა უნდა იყოს პატრიარქი ნუ მიტროპოლიტი ხო გადავდგები არ მიიღო კრებამ ამისი გადადგომა და ეხლა რატო არ მიიღო ნახავთ რაც მოკლედ ამას მიუსაჯეს ესე იგი სამუდამო პატიმრობა და ნუ მაშინ ესე იყო რომ მონასტრები იყო ისე მოწყობილი რომ მონასტრებში იყო რაღაცა ადგილი ჯურგმულები სადაც შეიძლება პატიმრობაში ყოფილიყო ვინმე ნუ ესეც საოცრება მოკლედ დააპატიმრეს და ამის შემდეგ
გააძალეს, ნუ რაღაცა უთხრა, ნუ გადაყენებული არ არის ჯერ და ესე იგი ანუ განკვეთილი და რაღაც. და წირვის ჩატარება აიძულეს. რო ესე იგი წირვა ჩაეტარებინა და დაიწყო ეს წირვა და აი ამ წირვაზე შემოუცვიდნენ რაღაცა ნუ აი სრული აი აბსოლუტურად სისულელე რაღაც ბრალდებაძე შეთხზული, შეთითხნილი რაღაცა წაუკითხეს და დაესიენ და შემოახიეს ეს საუდელმთავრო შესამოსელი. შემოახიეს, გაკოჭეს, შემდეგ რაღაცა ხის ურიკაზე თუ რაღაცაზე დააკრეს და აი ესე გაათხრიეს ესე ეკლესიიდან და ესე იგი ხან ერთი მოსკოვში ხდება ეს ყველაფერი და მოსკოვის მონასტრების საპრობილეები და ერთი საპრობილიდან მეორეში გადაყავთ აი ასეთ მდგომარეობაში რა. როგორ მდგომარეობაში ცით ფეხებზე ბორკილები აქვს, ხელებზე ბორკილები აქვს, კისერზე რაღაცა დიდი სიმძიმე უღელი დაადეს და აი ესე დაათრევენ. ესე იგი აი ესეთ თან უკვე ასაკშია, ხო? აი ესეთ რაღაცას უკეთებენ მოსკოვის მიტროპოლიტენ პირველ იერარქს რა. აბსოლუტურად კანონიერ. ნუ რა ვიცი როგორც პატრიარქი ისე რა მე კი შემოვიდა ეს პატრიარქობა რუსეთში, მაგრამ ნუ რაღაც ეს. ამის შემდეგ ტვერის მოსკოვიდან გაიყვანეს და ტვერის ერთ-ერთ მონასტერში გადაიყვანეს ქალაქ ტვერის. და მოკლედ აი ესე იყავდათ დამწყდეული. და ბოლოს ეს არის 23 დეკემბერი 1569 წელი. და სახელი და გვარია შემორჩენილი რაღაცა არ ვიცი რა გითხრათ. ესე იგი მალუტა ქვია კაც, მალუტა. და ეს მალუტა ვინმე მალუტა მოვიდა და დაგულოცე და რა დასცინის რა. ხო და ესეუნება რომ გეყოფაო ხა ეს ჯამბაზობაო და რისთვისაც მოხვედი გააკეთეო. და ეს რო უთხრა ეს ეცა ეს მალუტა ყელში და ხელით დახრჩო. ასეთნაირად აღესრულა მოკლედ და ამ მალუტას ნუ ეს მეფის გამოგზავნილი იყო რა თქმა უნდა და ტაძრის გარეთ საკურთხეველთან ამოთხარეს მიწა და პირდაპირ ჩააგდეს მაშინვე ამ მალუტას თანდასწრების ეს უნდა დარწმუნებული იყო რომ ეს მიწაში ჩააგდეს და ასაფლავეს და მოკლედ ეს მიუტანეს ამბავი ამ იოანე მრისხანეს რა. ნუ აი ესე დასრულდა აი ამ ფილიპე მეორეს ცხოვრება. ეს მოხდა 1579 წელს, 1591 წელს, ნუ იღუმენის მოთხოვით მერე მეფე შეიცვალა და შვილი იოანე მრისხანესი, ვინც მეფე გახდა, ნუ ის ნორმალური ადამიანი იყო და მოკლედ გადაასვენეს სოლოვეცის მონასტერში. და მერე მოგვიანებით უკვე 1150 წლის მერე 1646 წელს გახსნეს ეს მისი საფლავი კიდევ ერთხელ და გადაასვენეს აი ამ ფერისვალების ტაძარში ამ სოლოვეცის მონასტერში. და ცოტა მოგვიანებით 1652 წელს რამდენიმე წლის შემდეგ გადმოასვენეს იქიდან მოსკოვის კრემლის მიძინების ტაძარში, ცნობილი ადგილია და აქ მობრძანდა მიტროპოლიტი ნოვგოროდის მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი, რომელიც ნიკონი, რომელიც მერე გახდა მოსკოვის რუსეთის პატრიარქი. და ამ ნიკონმა მოიტანა მეფის წერილი და წაიკითხა, სადაც მეფე აი ამ ფილიპესგან ითხოვდა შენდობას თავისი წინაპრის იოანე მრისხანის აი ამ ადამიანური საქციელის გამო. ნუ 1660 წელს უკვე ოფიციალურად დაინიშნა მისი ხსენების დღე 23 დეკემბრიდან გადმოიტანეს 9 იანვარზე და უკვე 2018 წელს უკვე არხანგელსკის წმინდანთა კრება ესე ქვია და აი კრების იმაში შეიტანეს. ეხლა კიდევ ერთი ძალიან არ ვიცი, აი რა უნდა გითხრათ, რაღაც უცნაური და ძალიან ისეთი ამბავია.
ესე იგი, ხო შეირაცხა წმინდანად და მისი ცხოვრება დაწერეს მისმა მტრებმა, ჯერ კიდე თავიდან რაღაც წყაროები იყო. მერე, ну საერთოდ რაღაცა ესეთი ბოლომდე გაურკვეველი სიტუაცია დარჩა ამ ფილიპესთან და დაწერეს და აი ამ იმაზე დაყრდნობით, თუმცაღა ესე იგი დიმიტრი როსტოვზე ხა ლაპარაკი წმინდანზე, რომელმაც ფაქტურად წმინდანთა ცხოვრება აღწერა რუსულ ენაზე, ну ჯერ სლავურად, მე რუსულად თარგმნეს, ხო და აი ამ დიმიტრი როსტოველმა დაწვრილებით შეისწავლა ფილიპეს ამბავი და დაწერა მისი ცხოვრება და არსად არ უხსენებია ივანე მრისხანე. ну აღწერა რაღაცნაირად ეს ყველაფერი, ოღონდ ვითომ ივანე მრისხანეს ერთ არ არსებობს ამ ისტორიაში, რომ იმათმა გაასამართლეს, ამათმა ესე და გააქრო ამისი ბრალი ივანე მრისხანის. მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ვერ გეტყვით, არც ვეღარც დროც არ იყო ამდენი რო ყველაფერი ეს მასალები შემესწავლა და მოკლედ ესე დარჩა ფაქტიურად ბოლო დრომდე ამ დიმიტრი როსტოველის რედაქციით ვრცელდებოდა ეს ცხოვრება ფილიპე მეორის და მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთხელ კარგად შეისწავლეს ყველაფერი და ძველი წყაროების დაყრდნობით აი ეს დიმიტრი როსტოველის რუსულად რო ითარგმნებოდა გადააკეთეს და იმ სოლოვეცის პატერიკის მიხედვით მოკლედ ეხლა აი რაც მოგიყევით აი ეს უკვე გვიანდელი ვერსია, რა თქმა უნდა, სწორი და შემოწმებული და რაღაცა. აი ესეთი იყო ფილიპე მეორის, ეს არის 1653 წლის ხატია. აი ეს არის ფილიპეს ხატი. აი ესეთი. და აი ეს არის ნაქარგობა, მისი გადასახადი, ესეც მაგ პერიოდის არის, მეჩვენე საუკუნე. აი ესეთი. მე გავადიდებ კიდე სახეს. ალბათ ეს უფრო ის არის რაღაც. ჩანს აი ესეთია. და ну მე აღარ გავაგზავნებ მისი წმინდა ნაწილი ნაცეც ესეთი პატარა ნაცეც გაგვიჩინა. ცვილში არის ჩადებული. აღარ გავაგზავნებ ახლა მსჯელობას, მაგრამ აი ესეთი ახლა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი როგორც ჩანს მართველი იყო მეფე ივანე მრისხანე და ეს უნდოდა მას, რომ გვერდზე ყოფილიყო თან წმინდა ადამიანი, დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ამას და თან ესე იგი რომელიც მას გაუმართლებდა ესე რომ ვთქვათ მის ქცევას და აი არ გააკეთა და აი ეს მიიღო პასუხად და შეგვიწევს დელმოწამე ფილიპე მეორე მოსკოვისა და სრულად რუსეთის პატრიარქი და გადავდივარ ახლა შემდეგ წმინდანებზე რატო იცით? ესე იგი ჩვენ გვაქვს დღეს კი არა ხვალ ეს არის 1 ივნისის საეკლესიო კალენდრი და გვაქვს წმინდა ესე იგი პროკულუსი ბოლონიელის წმინდა ნაწილი. ოღონდ ესე იგი როდესაც ეს 1380 ესე იგი ეს ლაპარაკი არის ორ პროკულუსზე, ორი არის, მოკლედ 1399 წელს გახსნეს აქ არის ტაძარი, ეს უნდა გაჩვენოთ, ეს არის უძველესი ტაძარი მე-11 საუკუნის, აი ეს სან პროკოლო, ეს არის ბოლონიაში, ქალაქ ბოლონიაში, ესე გამოიყურება შესასვლელი ამ ტაძრის. ეს არის ამ ტაძრის ინტერიერი. აი ესეთია. აი ეს. აი ესე ჯობია რომ გაჩვენო. აი ამ ტაძრის ინტერიერი ესეთია და 1393 წელს რო გახსნეს სარკოფაგი, აღმოჩნდა იქ ორი წმინდანი ერთად დასვენებული. სხვადასხვა სარკოფაგი გახსნეს, ხეთ ცალ-ცალკე იყვნენ, რა თქმა უნდა. ხო და ორივეს რაღაცა წარწერა ჰქონდათ, ოღონდ ზუსტად არ დასტურდება, ესე იგი, დაახლოებით, ესე იგი ძალიან როგორ გითხრათ, აი რაც უფრო ნაკლებია ცნობილია, რაც უფრო გაბნეულია ეს ამბები, მით უფრო რთული არის ამის თავმოყრა. და ეხლა მინდა ესე იგი ორი წმინდა პროკულუსი, ერთი არის მხედარი მეომარი, რომელიც დიოკლეტიანეს დროს ეწამა და მეორე არის მოგვიანებით უკვე მე-6 საუკუნეში
იუსტინე ბიზანტიის იმპერატორის დროს და ეხლა ორივეზე მოგიყვებით, თქო, კიდე რაღაც მინდა რომ გაჩვენოთ მანამდე. აი საფლავი რო გვახსნეს. აი ესეთი წარწერა გააკეთეს მაშინ. ეს არის ლათინურად დაწერილი და ეს ტექსტი გაშიფრულია, ოღონდ არ არის კარგად, კი შემიძლია რომ წაგიკითხოთ, მაგრამ ისე იგი როგორი რაღაცა წერია, იცით? რომ აი შინაარსი ესეთია, რომ პროკულ, ესე იგი სიტყვების თამაშია. პროკულ ნიშნავს პროკულ, ლათინურად ნიშნავს შორეულს. პროკულს არის სახელი. პროკულიუს. ესე იგი ეს არის პროკულიუსი, ეს არის გვარი და კამპანა ნიშნავს ზარს და მოკლედ აი როგორი ენის გასატეხია რა. რამდენჯერმე არის სიტყვა პროკული ნახმარი აქა და ესეთი რამ არის, რომ ესე იგი თუ ზარი პროკულუსის იქნებოდა პროკულუსისგან შორს, მაშინ პროკულუსი იქნებოდა შორს პროკულისგან. აი ესე პირდაპირ ტექსტი ესე ითარგმნება რა. ეხლა რას ნიშნავს ეს? ამისი შინაარსი არის ის, რომ ეს პირველი პროკულუსი, მოწამე პროკულუსი, ვისი წმინდა ნაწილით ჩვენ გვაქვს. ესე იგი არის ეგრეთ წოდებული კეფალოფოროსი. აი ხა მოგიყვებთ კეფალოფოროსი, ანუ თავს რომ მოკვეთავენ და ამ თავს რო ხელში აიღებს შემდეგ და რომ მიიტანს იმ ადგილას, სადაც უნდა დაემარხოს. მოკლედ აი ესეთი ამბავი გვაქვს. და ესე იგი დაუღალავი ქადაგებელი იყო ქრისტიანობის ბოლონიაში ქადაგებდა ქალაქ ბოლონიაში და აქ დიოკლეტიანემ იმპერატორმა გამოაგზავნა ბოლონიაში პრეფექტი მარინუსი, რომ ესე იგი მისი ბრძანება სისრულეში მოეყვანა, უფრო გაემკაცრებინა დევნა ქრისტიანებზე და ისეთი სასტიკი კაცი იყო ეს მარინუსი, რომ ეს პროკულუსი მეომარი, ესე იგი, მისი ამ სისასტიკეს წინააღმდგა და მოკლა ეს მარინუსი. ნაჯახით აჩეხა, ესე რომ ვთქვა და ამის შემდეგ შეიპყრეს და შეიპყრეს, არც კი შეუთავაზებიათ, რომ ქრისტე უარიყო და შეიპყრეს და თავი მოკვეთეს. ამან ეს თავი აიღო და მიტანა იმ ადგილას, სადაც უნდა რომ დამმარხულიყო თვითონ და აი ეს ტაძარი რაც გაჩვენეთ, აი იმ ადგილზე არის აშენებული მოკლედ ეს. მეორე პროკულუსის შესახებ ესე არის ცნობილი, რომ ის იყო სირიიდან წარმოშობით და ჩამოვიდა რომში ფლავიუს იუსტინუს პირველი, რომის იმპერატორი არის და ესე იგი ჩამოვიდა მის დროს და ქადაგებს ქრისტიანობას, მაგრამ ესე იგი ქადაგებს ქრისტიანობას, მაგრამ დევნა არის, ეხლა რატო? იმიტომ რომ აქ ესე იგი არის რომი დაპყრობილი ამ დროს და არსებობს ესე იგი ეს ტოტილა, იგივე ბადუილა მეფე, ოსტგუთების მეფე, რომელიც დევნის ესენი არიან არიანელები და დევნის ესე იგი აემართმადებლებს და მოკლედ ეს ამ დევნის გამო ჯერ იყო და ესე იგი ეს ჯერ იყო და ქალაქ ნარნიაში გადავიდა, შემდეგ ინტერავნა, ანუ ტერნი დღეს ესე ქვია, უმბრიაში, სადაც ეპისკოპოსი ვალენტინი, ოღონდ ეს რომელი ვალენტინი ამის დაზუსტება შეუძლებელია და ხელი დაასხა მღვდლად ამას. ხელი დაასხა მღვდლად და ამის შემდეგ ესე იგი, აქ რაღაცა პერიოდზეა ლაპარაკი, რაღაც წლები აქ ცხოვრობდა და ამის შემდეგ ის სასწაულთქმედებდა უკვე ეს პროკულუსი და ისევ ეს დევნა იყო ამ ტოტილას მიერ და ბოლონიაში გადავიდა ქალაქში, სადაც მან შეცვალა ეპისკოპოსად აკურთხეს და ბოლონიის ეპისკოპოსი გახდა, წმინდა თეოდორე იყო და 540 წელს გახდა ეპისკოპოსი მოკლედ ბოლონიის და მოკლედ უამრავ სასწაულს ახდენდა და ქადაგებდა და აი ამ ტოტილას ბრძანებით თავი მოკვეთეს, ამასაც თავი მოკვეთეს და რამდენიმე ასევე ერთგულ ქრისტიანთან ერთად ესე წერია და 2 წელი იყო სულ ეპისკოპოსი, 552 წელს აღესრულა და აი ამ
იმ ადგილას, აი სადაც ეს როგორ ჩანს ეს პროკულუსი პირველი, მოკლედ იქვე დაასაფლავეს და ამიტომ ესენი ერთ სარკოფაგში თუ ერთ იმაში მოხდა ეს ორი რამ, ორი სხეული და ნუ არაფერი არ გვაქვს მის შესახებ ანანარი გამოსახულება გვაქვს აუცილებლად ოღონდ ერთადერთი იქვე სხვა ტაძარში ოღონდ არის ეს არის როგორ გავადიდო კიდე რამდენადაც გადიდება ეს არის პროკულუსი აი ამ პირველი მოწამის გამოსახულება და იცით ვისი ქანდაკებაა ვის შესრულებით ეს არის მიქელანჯელო აი მიქელანჯელოს ესეთი არაჩვეულებრივი ქანდაკება არის ბოლონიაში პროკულუსის და კიდევ ხო მეტი არაფერი მინა ნაწილი გვაქვს ამ პროკულუსის აი ეს პატარა ნამცეცი სრულად პატარა ნამცეცი ახლა ჩვენებთ ეს მoni გამიშდება ნამცეცი და ფაქტიურად დღეს ამითი მინდა დავამთავრო შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ეს არის პეტრონილას აურეა პეტრონილას ხსენება არის გაცნავთ და ლექსი წაგიკითხეთ კოტე ყუბანეიშვილის ლექსი აურეაზე ისე საერთოდ კი დღეს არის მოციქული ჰერმესის კაციან და კაციანი ლარომა აკვილელების 79 საუბარი და ჰერმესის 57 საუბარი და აი როგორც დღეს დღევანდელი წმინდანის ესე იგი შესახებ გესაუბრეთ ეს არის ფილიპე მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი და ხვანდელი წმინდანების ორი პროკულუსის შესახებ გესაუბრეთ ყველა არის 1 ივნისის საეკლესიო კალენდრით მე კი ამითი დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი